დამეხმარეთ. გთხოვთ ვინმემ გადამარჩინეთ. როგორი საზიზღრობაა? როგორ შეიძლება ადამიანთა მოდგმა ასეთი საზიზღარი იყოს? კარგი იქნება კაცობრიობა, თლად თუ განადგურდება. როგორი სილამაზია? ამ სოფელში ვინც დემონთა ლორდს თაყვანს სცემდა ყველას თავისუფლება ვარგუნე. როგორი მშვენიერი სანახავია. მართალია რომ ამბობენ ადამიანების ფასი განისაზღვრება ნაწლავების ფერით. სალამი მეგობრებო. თხოვნა იქნება შემოგვიერთდეთ Discord-ზე, ლინკი კომენტარებშია. მადლობა წინასწარ. ლედი ალისია, ესე იგი უკვე დაბრუნდით? დიახ, გამარჯობა, როგორ ახარ? კარგად, ხედავ, კვლავ დაკავებული ხართ. არ დაგავიწყდეთ ჯანმრთელობასაც უნდა მიხედოთ. რაინთა მოვალეობა ხომ ადამიანთა მსახურებაშია. ნება მომეცით აგემშვიდობოთ. ამას ვის ვხედავ? თვით კრისტელა გვესტუმრა. აბა თუ გამოვიცნობ, მოხვედი რათა მეფეს გრინვუდის საქმის მოგვარება ამცნო, არა? დიახ, წარმატებით დავასრულეთ. მისმა უდიდებულესობამ დამაბარა, რომ ელფებთან ნაწი ფრთხილად უნდა ვიყოთ. რათა ჩვენ მშვიდობა საფრთხე აღარ დაემუქროს. ძალიან კარგი. მშვიდობაზე კარგი ხომ არაფერია. და თქვენ სერ სადლერ, გავიგე სამხრეთ სოფლების დასახსნელად იყავით. დიახ, იქაურ მაცხოვრებლებს ხსნა ვარგუნე. აბსოლუტურად ყველას. სერ სადლერ მითხარით, ადამიანთა მოდგმას ვერ იტანთ? სულაც არა, მთელი გულით მიყვარს. ჩვენ ხომ ღმერთების დალოცვილთა მოდგმა ვართ. და სწორედ ამიტომ ვერ უპატიობ მათ, ვინც დემონთა ლორდს თაყვანს სცემს. მაპატიეთ. უკან ფალტრაში ბრუნდებით? დიახ, რაღაც საქმე უნდა დავასრულო. როგორი დამთხოვაა? მეც ფალტრაში ვაპირებდი გამგზავრებას. მის უწმინდესობა ლუმაკინას ხედვა ქონდა. ხედვა? დიახ. მან იხილა, რომ დემონთა ლორდი დასავლეთ ქალაქში გაცოცხლდება და ამის აღსაკვეთად მეწმინდა რაინდი იქ უნდა წავიდე. დემონთა ლორდი? გაცოცხლდება? ნახე, მოხმობა გამომივიდა. აბა რა გეგონა, შენი მასწავლებელი ხომ მე ვარ? როგორი საყვარელია? ესე იგი ეს არის დარკიშოტი? სიმართლე გითხრათ, ეს არსება ძლიერი არ არის. რა, მართლა? როგორც მახსოვს, მისი უნარია სინქრონული ხედვა.
შეგიძლია შენც დაინახო ის, რასაც ეს არსება უყურებს. ეგ ხომ გამოსადეგარია, მაგრამ დიდი ხანი ვერ მოახერხებ, იმიტომ რომ ბევრი მანა იხარჯება. მაგრამ თუ დაიკარგები, ის საკმაოდ გამოსადეგარი გახდება. აღარ მომწონს. საკმაოდ ბევრი არსებები არიან, მაგრამ გამოგადგება ის, რომლებიც ამტანები და ძლიერები არიან. გასაგებია. როგორ მოიქცევი? დამორჩილების რიტუალის გავლა არ არის აუცილებელი. ვინაიდან მოვიხმე რაღაც ვიზამ უნდა გავაკეთო. ეგ რა ქვა არის? სიმართლე გითხრა, დიდად არ ვიცი, მაგრამ მგონი საჭიროა. ამ ქვის გარეშე დამორჩილების რიტუალს ვერ ჩავატარებ. აი, დიაბლო, ერთ შენც მოგცემ თუ გინდა. კროს რევერში მსგავსი რამ არ ყოფილა. მე შერა ელ გრინვუდი გიბრძანებ. ჩემს დაძახებას გამოიხმაურე. ჩემი გახდი და მომყევი. გამომივიდა. კიდევ კარგი რომ მაგიამ არ აირეკლა. ეგღა მაგლია რომ ტარკიშოტის მსახურიღა გავხდე. თარკიშოტს რაც შეეხება. ჩემი აზრით, ის შენთვის შესაფერისი პარტნიორი გახდება. ახლა კი. ხედავ მონეტა სად დაეცა? არა. ახლა კი, ეგ არსება ჰაერში აუშვი. ნუ, მიდი ტარკიშოტ, მონეტა მოძებნე. მაგარია, თითქოს ჰაერში მე თავად დავფრინავ. ვიპოვე. ახლა ის არის მოარტყი. გამომივიდა. მაგარია. თუ მას ასე გამოიყენებ, დამალუნტერს ადვილად მიაგნებ და გაუსწორდები. მე კი ამას ვერც კი მოვიფიქრებდი. დიაბლო, მაგარი ხარ. უბრალოდ ეს ინფორმაცია ერთ-ერთ დამხმარე საიტზე ამოვიკითხე. დიდი მადლობა, დიაბლო. სიმართლე გითხრა, შენამდე მეგონა რომ ეს მოხმობა უბრალოდ ჩამივარდა, მაგრამ ახლა ის ძალიან მომწონს. რაშია საქმე? არა, ჩიტი არ არის. შერა? ტანის დაბანა ბოლოს როდის ცადე? მაგას რატომ მეკითხები? რა? დიაბლო, შენც ამას ფიქრობ, არა? რემს რაღაც სუნი ასდის, არა? არა. იცოდე თუ არ შეწყვიტავ, ძალიან გაუბრაზდები. ახ, მართლაც, ვიცი. მოდი, ტანი, ყველამ ერთად დავიბანოთ. ტანი, დავიბანოთ საცურაო კოსტუმების გარეშე? საცურაო კოსტუმები რა არის? სერიოზულად? დაბანის წინ ხომ ტანსაცმლის გახდა არის აუცილებელი. კარგ მანერად ითვლება, თუ კი არ შეხედავ, მიუხედავად იმისა, ჩანს თუ არა. კარგი რა, დიაბლო, მიდი სწრაფად გაიხადე და ჩამოდი. მე ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, რომ წყალში ჩასვლა არ მინდა. მიდი თქვენ თვითონ, ჩამოირეცხეთ თქვენი სუნი და ამოდით. მე სუნი არ ამდის. ოხშე სულელო ელფო. რას რაშავ ხომ უნდა დააკვირდე? პანტერიანელების ოფ სუნი არ ასდის. რა, მართლა? არც სუნი ასდის და არც მარილიანია. ეი, რას ჩადიხარ? ეი, დაიცა, გაჩერდი. ოხ, მგონი მართალი ხარ. ის მარილიანი არ არის. აბა, რას გეუბნებოდი? ახლა მიდი, ჩემი გასინჯე. მსგავსი რამ არ მაინტერესებს. მაშინ ისევ გავაგზელებ. ეი, შენ სუკანო ელფო, ახლავე შეწყვიტე. სუკანს რატომ მეძახი? მე ხომ საერთოდ არ ვარ მსუკანი. ისე დახტუნავენ, რომ ნერვებს მიშლიან. კარგი რა, მაგას თავი დაანებე. ეი, შეწყვიტე, მაგ ნუ მლოკავ. ახლა უნდა შევტრიალდე. მართალია თვალებს ამის გამბედაობა არ ეყოფათ. მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი აუცილებლად უნდა ვნახო. შეიძლება? დაიცა მხოლოდ ერთი თვალით? მაპატიეთ. შენ ხომ უწმინდური ხარ? ეი, რემ. ედელგარდ, კვლავ შენ ხარ? ნუ თუ კვლავ ძველ საქმეს დაუბრუნდა. მიპასუხე, აქ რატომ მოხვედი? დღეისათვის არ შეგებრძოლები. ედელგარდი,
სასაუბროდ მოვიდა. რემ, სასაუბროდ? მე ეს ამბავი ვიღაცა მითხრა. მაგრამ ახლა თავად შევეხე და დავრწმუნდი ამაში. დემონთა ლორდის სული მასში იგრძნობა. ესე იგი იგრძნო, რომ დემონთა ლორდი კლებუს კრუმის სული რემშია ჩაბეჭდილი. რა? რემ, ის რაზე საუბრობს? ნუ თუ არის ისეთი რამ, რაც მხოლოდ მე არ ვიცი. ჩემში გნით. ჩაბეჭდილია დემონთა ლორდი კლებუს კრუმის სული. ახლა კი ყველაფერი ნათელია. დიდი ბოდიში რომ აქამდე არაფერი გითხარი. არ მინდოდა, რომ შენთვისაც დამეკისრებია ასეთი მძიმე ტვირთი. შერა, როგორც იცი ძალიან სუსტი ვარ, მაგრამ იცოდე ძალღონეს არ დავიშურებ თუ საფრთხეში აღმოჩნდები. ჩვენ ხო მეგობრები ვართ. ალბათ აქამდე როგორ იტანჯებოდი. მაპატიე რომ ეს ადრე ვერ შევნიშნე. უღრმესი, მადლობა. გინდა რომ დემონთა ლორდი დაამარცხო? შენ რა ხუმრობ? არა. მეც შენთან ერთი შეკითხვა მაქვს. ყოველთვის მეგონა რომ ამის შესახებ უწმინდურები თუ შეიტყობენ, ძალიან დიდ შარში აღმოჩნდებოდი. დემონთა ლორდი სხვანაირია. ხოლო სხეულის დაზიანებით მას ვერ გამოიყვან. ამიტომაც შენ არ მოკლავ. და შენ ხომ არ იცი როგორ შეიძლება დემონთა ლორდის გაცოცხლება? დიახ, ვიცი. გაცოცხლების რიტუალი მის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის. და მეც არ მოკლავ. მას აღიარებენ როგორც დემონთა ლორდის დედას და დიდ პატივში იქნება. ხედავ რომ ედელგარდის სიტყვებში ეჭვი გეპარება. მაშინ რიტუალის შესახებ გეტყვი. და მიდი თავად შეასრულეთ, უწმინდურები ხელს არ შეგიშლიან. რემს უნდა რომ დემონთა ლორდი კლებუს კრუმი მოიშოროს და შემდეგ გაანადგუროს. ძალიან ცუდია რომ ამის შესახებ ედელგარდმა გაიგო. კარგი იქნება კლებუს კრუმის სულის გამოყვანისას რემს ზიანი თუ კი არ მიადგება. თავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, შევძლებ კი მისი გამოყვანის შემდეგ მის დამარცხებას თუ არა. დიაბლო? თანახმოვარ. რიტუალის შესახებ მომიყევი. კლებუს კრუმის გაცოცხლებაში დაგეხმარები. და შემდეგ იქვე გავფანტავ მაგცრუ დემონთა ლორდის ფერხს. ეგ დემონთა ლორდი ნამდვილია. მას ვერ დაამარცხებ. ჩემი ძალა ხომ არ დაგავიწყდავ. სამი დღის შემდეგ, სავსე მთვარის დროს, მეტეორიტების კოშკში დაგელოდებით. რიტუალს იქ აგიხსნით. იყოს შენინება. სულ ეს არის, შევთანხმდით რემ. ცოტაც მაცალე და შენი დაწყევლილი ბედის წერა შეიცვლება. კიდევ 3 დღე და ამას წერტილს დაუსვავ. ესე იგი ამ ღამეს ნამდვილად წავალთ? ალისია, გამარჯობათ. მე ესაა დედაქალაქიდან დაუბრუნდი. კარგია რომ უვნებელი ხარ. საიდან გაიგე სად ვიყავით? აქ შემთხვევით შემოვედით. ლორდ დიაბლო. გთხოვთ, სასტუმროში დაბრუნდით. ასე რაზე გვაჩქარებ ალისია? ასეთი რა მოხდა დედაქალაქში? ფალტრაში ჩემთან ერთად წამოვიდა წმინდა რაინდის სადლერი. ის რა საშიშია? მისი როგორც რაინდის დონე 100-ზე მეტი უნდა იყოს. 100 დონეზე მეტის თუ არის, ესე იგი გალფორდივით ან უფრო ძლიერი უნდა იყოს. თამაში წმინდა რაინდები თავს არასდროს მესხმოდნენ. მათი სტატები არ ვიცი. და ასევე, სადლერმა თუ კი ჩათვალა რომ თქვენ დემონთა ლორდს თაყვანსცემთ, ის თქვენ სასტიკად გაგისწორდებათ. სასტიკად? დიახ. მანამდე სანამ დემონთა ლორდის უარყოფას არ დაიწყებთ. რა თაყვანის ცემაზეა საუბარი? მე ხომ თავს დემონთა ლორდს თავად ვუწოდებ. ჩვენ ერთმანეთს ვერ შევეწყობით.
ამიტომაც გემუდარებით, სანამ ის ამ ქალაქში იმყოფება, გთხოვთ გარეთ არ გამოხვიდეთ. ოთახში გამოკეტვა ხომ ჩემი საყვარელი საქმეა. Რაღაც, ეჭვი მეპარება რომ დიაბლომ წმინდა რაინთან ბრძოლა წააგოს. რა თქმა უნდა, თავადაც ვიცი თუ რაოდენ ძლიერია ლორდი დიაბლო. მაგრამ აი, იმ კაცის ძალა, როცა გაბრაზებულია, ქალბატონო კრისტელა, როგორც იქნა გიპოვეთ? აუღელვდი, როცა ვერ გნახეთ. მინდოდა მივსალმებოდი იმ ავანტიურისტებს, რომლებიც წინა საქმისას დამეხმარნენ. გასაგებია. მოხარული ვარ თქვენი გაცნობით. მე ვარ დედაქალაქის ეკლესიის მახვილი წმინდა რაინდი სადლერი. ხომ ვერ გამეცნობით? დღეისათვის ხომ მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. მასთან უაზრო ბრძოლის დრო არა მაქვს. როგორღაც ჩვეულებრივად უნდა გავეცნო. ჩემი სახელია დიაბლო. მე ვარ დემონთა ლორდის სხვა სამყაროდან. ესა რა წამურუშე? სმენია რომ აქ უამრავი უცნაური ავანტიურისტი დადის, მაგრამ თვით დემონთა ლორდი? არც კი ვიცი რა ვთქვა. ლორდ დიაბლოს ძალიან უყვარს ხუმრობა. შეიძლება ეს ხუმრობაა, მაგრამ შენ თვით მარქვია დემონთა ლორდთან ახლოს ყოფილხარ. ამაზე თვალის დახუჭვა არ შემიძლია. ეს ავანტიურისტები მე ბევრ საქმეში დამეხმარნენ და მე მათთან მეგობრობის არასდროს შემწხვება. ესე იგი არაფერს უარყოფ. ნუ თუ ახლა ჩემი დასჯაც განიზრახეთ. არც კი ვიცი. უცნაური საქმეა. რა არის იმაში ცუდი რომ ჩვენთან ერთად მოგზაურობდა ალისია კრისტელა? შენი ადგილი იცოდე, მონავ. მე მონა არა ვარ. ვინც ენას ვერ აკონტროლებს, მას თავს ღმერთის რისხვა დაატყდება. უხეშობისათვის ბოდიშის მოხდა შენ მოგიწევს. ალისიას არაფერი. რემ? რემ, ლედი რემ, ჰეი რემ. ყველაფერი ღმერთის ნებაა. ეს ძალა მარგუნა ვინაიდან გამოვირჩევი დიდი რწმენით. ჰეი რემ, გამაგრდი, რემ. რა ჯანდაბაა? ეს როგორ გააკეთა? თამაში ხომ ღმერთის რწმენა არ არსებობდა? და რა უქნა? არა. მისი ყელის გარშემო რაღაც არის. ეს ხომ მაგიური ძალაა? არა რაობავ, ეს როგორ გაბედე? არა რაობავ? ეს ღმერთის დასჯა კი არა, უბრალო მაგია არის. რემ, ლედი რემ. ლედი რემ, გთხოვთ გამაგრდით. ალისია. ძალიან კარგი. ესე იგი ღმერთის ძალის არ აქვს წამს? მაშინ მაგ ურწმუნობისათვის დაისჯები. შენსას არიშლი? ეგ უბადრუკი მაგია, ჩემზე ვერ იმოქმედებს. ღმერთო დასაჯე სულელი, რომელსაც შენი არ ასწამს. ქვად აქცია და საუკუნე დანანე მისი ქმედება. ქვად გადაქცევა. ეგ ხო მიწის მაგიის ერთ-ერთი შელოცვაა. აი თურმე როგორი ყოფილა მაგიის არეკლა. ესე იგი ეს მართლაც მაგია ყოფილა. დიახ, მდუმარე შელოცვა. მისი გამოყენება შეგიძლია მე-60 დონეზე თუ მაგიის განხრით განვითარდები. შეგიძლია მაგია ისე გამოიყენო, რომ შელოცვა არ წარმოსთქვა. და ეს გაქვავება აღარ გაქრება? ჯადოქრის დონეს გააჩნია, მაგრამ ადრე თუ გვიან ის მაინც გაქრება. რემ, როგორ ახარ? კარგად. შენ მე კვლავ გადამარჩინე. სადლერის გაშვება კარგი აზრი იყო? შენი აზრით ადგილზე უნდა მომეკლა? სერიოზულად? არ მადარდებს მატლი ცოცხალი იქნება თუ არა?
ჩემს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ თუ გამოვა, აღარ დავინდობ. მართლაც, ამაზე სადარდებელიც კი არაფერია. უკვე ძალიან მალე. დიახ. წავედით. მეტეორიტების კოშკში. რაშია საქმე? ხომ არ ფიქრობთ, რომ მასაც უნდა მოუყვეთ? ალისიას? რატომაც არა? ალისია ხომ კარგი ადამიანია. იმედი მაქვს, რომ გაიგებს. მე კი წინააღმდეგი ვარ. ალისია ხომ სამეფოს რაინდია. ის ვალდებულია, რომ დემონთა ლორდის გაცოცხლებას ხელი შეუშალოს. ნუ, ეგ მეც კარგად მესმის. მაგრამ მიუხედავად მაგისა, მაინც მინდა რომ ალისიას იმჯეროდეს. ის ხომ ისევე როგორც შენ და შერა. ჩემი ძვირფასი მეგობარია. გასაგებია. ალბათ მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან იტანჯებოდი. დიდი მადლობა, რომ ეგ საიდუმლო მეც გამანდეთ. დაგეხმარებით, რითიც შემეძლება. ამიტომაც ტვირთის მარტო ტარება აღარ მოგიწევს. შენს გვერდით აწი, შენი მეგობრები არიან. დიდი მადლობა, ალისია. მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი მეპარება. რაღაც ადვილად მიიღო. ეს მკერდში უცნაური შეგრძნება რა მაქვს? მაგრამ ასე ხომ არ შეიძლება. ვინაიდან წინა სამყაროში მეგობრები არ მყავდა, ახლაც მათში ეჭვი მეპარება. როგორც იქნა ახლოვდება დემონთა ლორდის გაცოცხლების დრო. ამ ღამით魔王、あれが不完全な魔王様には死んでいただく。私をこの運命から救ってください。